საღამომშვიდობის დღეს 20 ივნისია, დღე რომელმაც შეცვალა ჩვენი ქვეყნის ისტორია და პოლიტიკური რეალობა. არა მარტო შეცვალა, დღემდე ცვლის. 20 ივნისის მემკვიდრეობა ამ დრომდე ცოცხალია და პოლიტიკოსები საჯილდაო ქვად იყენებდნენ მაშინაც და დღემდე იყენებენ იმ ღამის მოვლენებს. ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, ერთმანეთის დასაძირად. რა თქმა უნდა, 2 წლის წინ დაწყებული პროცესები ღრმად პოლიტიკურია, მაგრამ ეს დღე ჩემი აზრით არ ეკუთვნით პოლიტიკოსებს. ეს ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეების დღეა, რომელთა ნაწილიც მაშინ რუსთაველზე იდგა. ნაწილი კი შორიდან გულშემატკივრობდა გულწრფელ გაბრაზებას და პროტესტს. და სამწუხაროდ, ყველაზე მეტად სწორედ ეს რიგითი ადამიანები დაზარავდნენ, დაშავდნენ და სამუდამოდ დასახიჩრდნენ. 20 ივნისის მთავარი გმირი და მთავარი მსხვერპლიც ხალხი აღმოჩნდა. ხალხი, რომელსაც არაფერი დაუშავებია საკუთარი ქვეყნის სიყვარულის გარდა. ეს ისტორია შეცვალა ხალხმა. მე ვარ გიორგი გაბუნია, ეს არის პოსტფაქტუმი, თქვენ ხართ მთავარი. თერთმეტი დაკავებული, რომელთა სახელებიც არავის უნდა გაეგო, მაგრამ მათი ვინაობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითონვე გაამხილა, ისე, რომ ამას ვერც კი მიხვდა. სამაგიეროდ მიხვდა ჩვენი ჟურნალისტი დავით აბრამიშვილი, რომელიც მოდით ასე ვიტყვით, ცხვირს და ცხვირზე წამოცმულ სათვალესაც ისეთ ადგილებში ყოფს, სადაც თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ უნდა იყოს. დათოს აქვს ნამდვილად თვისება, დაინახოს ის, რაც ყველას თვალწინდებს, მაგრამ ვერავინ ამჩნევს. ახლაც ასე მოხდა და ჩვენს ხელთ აღმოჩნდა ადამიანების მოტყუებისთვის და მილიონობით ლარის, არა მარტო დოლარის, ევროს, დიდი თანხების მოპარვისთვის მსჯავრდებული და დაკავებული ადამიანების ვინაობა. პოლიციას ასევე გაეპარა დაზარალებულთა პირადი მონაცემებიც. საუბარია ისევ იმ ტიპის ქართულ კომპანიებზე, რომლებიც უცხოელებს თაღლითურად ზალავენ თანხებს და სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილიც დიდი ალბათობით მუშაობდა სწორედ ასეთ კომპანიაში. ჩვენს ხელთ აღმოჩენილი სახელებით უკვე ბევრი სხვა საიდუმლო და საეჭო კავშირიც გამოვლინდა. დათო აბრამიშვილს ფარულად დაეკონტაქტა ადამიანი, რომელიც პირადად მუშაობდა ასეთ თაღლითურ კომპანიებში. მათ შორის ერთ-ერთ დაკავებულთანაც კი. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ამ დანაშაულებრივი სქემის კვალს სავარაუდოდ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ უწყებებამდე მივყავართ. გარკვეული ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა მოპარული მილიონების გასათეთრებლად კომპანიები ინტენსიურად იყენებენ სპორტულ ფედერაციებს, სადაც დიდი ფული ტრიალებს და შესაძლოა ამ თანხების სოლიდური ნაწილი სწორედ მოტყუებული უცხოელებისთვის წარქმეული შავი ფულია. ისრაელის მოქალაქე ჯიხმ თანამზრახველებთან, Google-სთან და Google-სთან ერთად ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილ თანხების თაღლითურად დაუფლებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვამცნო, რომ დაკავებულია 11 ადამიანისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ფულს ეგრეთ წოდებული ფიშინგით პარავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს. ჩვენ დავინტერესდით, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა თანხას პარავდნენ თაღლითურად ევროპაში მცხოვრებ კონკრეტულ ადამიანებს. ჩვენი გამოძიების დასაწყისში ვიდეოში ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, სადაც ჩანს თუ როგორ აწერინებენ საბუთზე ხელს დაკავებულებს. თუ კი ვიდეოს მივაახლოვებთ და მას ამოვატრიალებთ, ყველაფერი ნათელი ხდება, თუ ვინ იყვნენ თაღლითურ სქემაში ჩართული ადამიანები და ვინ იყვნენ დაზარალებულები. თაღლითურად გაეუფლნენ დირექტორად 19,750 ევროს. ჯორჯ საიმონ ჰოურიმ, გურამ გოგოლაშვილმა და გიორგი ლებანიძემ ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც თაღლითური გზით ფულს პარავდა ევროპელ მოქალაქეებს. შემდგომ კრიპტოვალუტაში გადაყავდა. ამის სანაცვლოდ ეგრეთ წოდებული ქლოუზერები საკუთარ თანამშრომლებს ხელფასთან ერთად წამახალისებელ საჩუქრებსაც ჩუქნიდნენ. Apple-ის ფირმის მობილურებს, მანქანებს და სახლებსაც კი.
ჩვენ დაუკავშირდით ჯონ საიმონ ჰოურის ადვოკატს, რომელმაც გითხრა, რომ როგორც მისი განსასჯელი, ასევე სხვა პირები დუმილის უფლებით სარგებლობენ. ჰქონდა საკუთარი კომპანია, რომელიც მუშაობდა და წარმოებდა თბილისში. Adam დეტალებს სწორად გამიგე კომპანიის სახელს, ანუ არასახელი. ხო, ამიტომ ზემითად არ მიდაკმაყოფილება, ვინაიდან თვითონ ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას. იმისთვის რომ გამოძიება გავაგრძელოთ, მთავარია გავიგოთ ამ ადამიანებიდან, ვინ არის ჯორჯ საიმონ ჰოური, გურამ გოგოლაშვილი ან გიორგი ლებანიძე. სახე ყველასთან გაბლარულია და შესაბამისად ვერ მოვახდენთ მათ იდენტიფიცირებას. ვიდეოში ერთადერთი დეტალია. ერთ-ერთ დაკავებულს მარჯვენა ხელზე აქვს ტატუ, შესრულებული მუქი შტრიხით. დაბლოება მის გვერდით კი ლათინური ასოები და ციფრებითაა შესრულებული. ვცდილობთ საჯაროდ სოციალურ ქსელში მოვძებნოთ ამ სამი ადამიანიდან, ვის შეიძლება ჰქონდეს მსგავსი ტატუ. პროფაილი Facebook-სა და Instagram-ზე. გიორგი ლებანიძე ტატუ იდენტურია ვიდეოსთან, რომელსაც შსს ავრცელებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვრეკავთ ადვოკატთან, რომელიც გვიდასტურებს, რომ ეს ნამდვილად გიორგი ლებანიძეა. მე მხოლოდ ის შემიძლია დაგიდასტურო, რომ გიორგი ლებანიძე ბრალდებული არის ამ 11 ადამიანში. ფოტოებიდან ჩანს, რომ ლებანიძე ბევრს მოგზაურობს. ავტოპარკში ყავს ათეულობით მანქანა და აქვს უცნაური გატაცება. აგროვებს გარეულ ცხოველებს. ჩვენ გამოძიებას ვაგრძელებთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გიორგი ლებანიძის ფოტოებში. უყვარს იაპონური კულტურა, რაც მის გარეგნულ ჩაცმულობაზე გამოიხატება. ატვირთული ვიდეოები Instagram-ზე, რომელთაგან დიდი ნაწილი იაპონური ანიმეს გმირი ნაგატო უზუმაკია. ვცდილობთ გადავამოწმოთ, არსებობს თუ არა რაიმე შპს თბილისში ნაგატო ან ნაგატო უზუმაკის სახელით. ასეთი მართლაც არის მაღაზია, რომლის მფლობელიც არ ჩანს. ჩვენ ადგილზე მივდივართ აბაშიძის 86 ნომერში. მსგავსი მაღაზია აქ არავინ იცის და ვერც ჩვენ ვერსად ვნახეთ. გეხოჭები თქვენ ეზოში ნაგატო მაღაზია იყო ტანსაცმლის რამე? არასოდეს არ ყოფილა, ხო? არაო, ხო? ეს მეორესაც ვინც კითხულობს. მართლა? ხო. ვრეკავთ მითითებულ ტელეფონზე. იცით რა მაინტერესებს? რა ადგილას არის თქვენი მაღაზია? ვერ პოულობ, ეხა დავდივარ და აბაშიძეზე. ნაგატოზე საუბარი? დიახ. ნაგატო დაიკეტა. რამდენი ხანია რაც დაიკეტა? 3-4 კვირა. კარგით. ნაგატო უცნაურად გაიხსნა და უცნაურად დაიხურა. ზუსტად იმ დროს, როცა ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავეს, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ჩვენი ვარაუდია, რომელსაც ამძაფრებს ის, რომ არ ჩანს და არც არსად იძებნება მისი დამაარსებელი. თუმცა რაიმეს გადაჭრით მტკიცება რთულია. ამიტომ ჩვენ ისევ ვუბრუნდებით მეორე მნიშვნელოვან დეტალს. ფოტოებზე გიორგი ლებანიძე ხშირად პოზიორობს დღიურით. თუ კი კვლავ ნაგატოს მსგავს დედუქციას მივყვებით და გიორგი ლებანიძის იაპონური ანიმეს მიმართ გატაცებასაც გავიხსენებთ, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ცნობილი ანიმე Death Note, ანუ სიკვდილის დღიური, სადაც გმირი დღიურში ჩაწერილ ადამიანებს ჯერ ყველაფერს ართმევს, შემდგომ კი ის ადამიანები კვდებიან. Ridding the world of criminals, but his brand of justice is misaligned by acting as a god. თუკი ფოტოებზე დღიურს ზუმით მივაახლოვებთ, იკითხება წარწერა Margo Blue. ამ სახელით Margo Blue ვეძებთ არის თუ არა კომპანია დარეგისტრირებული. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრიდან. საფირმო სახელწოდება შპს Margo Blue. მესაკუთრის წილი მართველი გიორგი ლებანიძე 67%, გიორგი ედიშერაშვილი 33%, დირექტორი ხატია აფციაური. აქვე ყველაფერი ნათელი ხდება. სწორედ Margo Blue-ა ის სავარაუდო ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც გიორგი ლებანიძე და სხვა კლოუზერები იყენებდნენ. აქვე ვნახულობთ სამომხმარებლო შეთანხმებას, სადაც ნათლად წერია, რომ შპს Margo Blue სწორედ ნაგატოს მფლობელია, რომელიც ავტომატურად გიორგი ლებანიძეს ეკუთვნის. საქმე მარტივად ლაგდება. დიდი ფული, რომელსაც ისინი ევროპელ პენსიონერებს ბარათებიდან ფიშინგის წესით ართმევდნენ, კრიპტოვალუტაში გადაყავდათ და ეს ფული სადმე უნდა გაქეშებულიყო, ანუ ქცეულიყო ფულად. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ დაარსა ლებანიძემ მაღაზიას, რომლის დირექტორიც ხატია აფციაური იყო. ჩვენ ნომრების ამომცნობით გადავამოწმეთ ნომერი, რომელიც მაღაზიის ვებსაიტზეა მითითებული. ნომერი ხატია აფციაურს ეკუთვნის. მაინტერესებს რა კავშირი ქონდა თქვენ გიორგი ლებანიძესთან? მისი დაარსებული კომპანიის დირექტორი ვიყავი. რომელი კომპანიის? ქართული დასვენის ბრენდი ნაგატო. ნაგატოს დირექტორი იყავით თუ ხართ? ვიყავი. მე აღარ მუშაობ ამ კომპანიაში, ძალიან მარტივია ის ამაზე პასუხი. როდის ამოხვედით კომპანიიდან? უცნაურია, ხატია გვეუბნება, რომ აღარ არის კომპანიის დირექტორი და ის წამოვიდა ნაგატოდან.
თუმცა დღემდე კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე მხოლოდ დირექტორის, ანუ მისი ნომერია მითითებული. ზარებსაც შესაბამისად ის პასუხობს. თუ კი წამოვიდა კომპანიიდან და აღარაფერი აერთიანებს, მაშ რატომ არის მისი მოქმედი ნომერი აქტიური და რატომ პასუხობს კვლავაც ის ზარებს? თუმცა ფაქტია, გიორგი ლებანიძე ამ დიდი ქსელის მხოლოდ ერთი ძალიან პატარა ნაწილია. გამოძიების პროცესში ანონიმი დაგვიკავშირდა და შეხვედრა გთხოვა. ხვდებით დათქმულ ადგილას. ის თანახმაა, თუ კი მის ანონიმურობას შევინარჩუნებთ, მოყვეს როგორ მუშაობდა მათთან კომპანიაში. ის თავდაპირველად მუშაობის სპეციფიკაზე გვიყვება. სქემა იყო ესეთი, რომ ადამიანი, რომელიც დაინტერესებული იყო კრიპტოვალუტის შეძენით, ჩვენ საიტზე უნდა დაგვერეგისტრირებინა, რომელიც რეალურად არ იყო არანაირად კრიპტოვალუტასთან შემხებლობაში. იხსნებოდა თანხები და შემდეგ ეს თანხები გადადიოდა რეალურ საიტზე, საიდანაც უკვე კრიპტოვალუტის რეალური შეძენა ხდებოდა უშუალოდ ჩემი მენეჯერებისგან, როგორც ბიტკოინის აპარატიდან, ისე პირად ანგარიშსაც განმოქონდათ, უბრალოდ დიდ თანხებს პირად ანგარიშზე ერიდებოდნენ ხოლმე, იმიტომ რომ ეჭვი არ გაჩენილიყო, რომ რაიმე თაღლითურ სქემაზე იყო საუბარი. ხელფასებიც, პირველი ხელფასიც ბიტკოინში დაგვერიცხა და შემდეგ მე უკვე რომ მივხვდი რა თაღლითურ სქემაშიც ვიყავი, წამოვედი იქით. ანონიმი დეტალურად გვიყვება მაღაზია ნაგატოს შექმნის იდეის სქემასაც. იქიდან გამომდინარე, რომ უკვე კომპანიაში ძალიან დიდი თანხები შემოდიოდა და ამისი ფიზიკურად გათეთრება იყო აუცილებელი. და არის სხვადასხვა კომპანიები, ერთ-ერთი ეს იყო მაღაზია, რომელიც ემსახურებოდა ტრანსაცმლის ბრენდს, საიდანაც ვითომ და საერთაშორისო გაყიდვებით და ასე შემდეგ უნდა შემოსულიყო კომპანიაში თანხა. რეალურად დეტალებში მე არ ვიცი როგორ და რანაირად მოხდა, თუმცა მალევე მოხდა ამ პირების დაკავება. დღემდე აქტიური არის ეს ტრანსაცმლის ბრენდი. ანონიმი გვიყვება, რომ ერთ-ერთი მთავარი ზემდგომი პერსონა, ვინც მსგავს კომპანიებთან კავშირშია, ვინმე ბენია, რომელიც ჯგუფის დაყავების დროს მოულოდნელად ბეისბოლის ფედერაციაში დაინიშნა მაღალ თანამდებობაზე. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და მართლაც თებერვალში ვინმე ბენ გრაუბარდი მოულოდნელად ბეისბოლის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. გიორგი იყო ჩემი ერთ-ერთი უშუალო ხელმძღვანელი და ხშირად უხსენებია საუბარში ბენი ზოგადად, ანუ როდესაც მენეჯერები საუბრობდნენ ან მოსაწევად, როდესაც ვიყავით შეკრებილები ან ასე შემდეგ, თუმცა ვინ იყო ეს მისტიური ბენი, რა თქმა უნდა ჩვენ ესე პირდაპირ არ გვინახავს და ასევე როგორც ჩემთვის ცნობილი არის ბენი, რომელიც უშუალოდ ამ ყოველთვის მფლობელი არის, დანიშნული არის ბეისბოლის ფედერაციის პრეზიდენტად და საკმაოდ აქტიურად ბეისბოლის ფედერაციის მიმართულებითაც გადააქვს თავისი თანხები სხვადასხვა მიზნობრიობით. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იგრძნო ბატონმა ბენმა, რომ შეიძლებოდა რომელიმე დაკავებულს მისი სახელი ეხსენებინა, მისი ძირითადი საქმიანობა გადაიტანა უკრაინაში და აქ დაიტავა ძალიან მცირე ოფისი ერთ-ერთ ქართველ გოგოსთან ერთად, რომელიც ძალიან მინიმალურად აგრძელებენ საქართველოში მოღვაწეობას. ადამიანი, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც არ აქვს წლებინა ცხოვრების საქართველოში და წამოდის და რამოდენიმე თვეში ინიშნება თქვათ რაღაცა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად, ლოგიკურია, რომ მას აქვს სამთავრობო გავლენები, მას ყავს სანაცნობო წრე და ნუ ესე მარტივად, აი მე რო ჩავიდე ნებისმიერ ქვეყანაში, ესე არავინ არ დამნიშნავს, რაც არ უნდა მოტივირებული ვიყო, რაც არ უნდა კარგი განათლება მქონდეს და ასე შემდეგ. ანუ ფაქტია, რომ მას აქვს კონტაქტები დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენ ბეისბოლის ფედერაციის პრეზიდენტსაც ვკითხეთ ბენ გრაუბარდის შესახებ, რომელმაც გითხრა, რომ ბენი ფინანსურ ნაწილშია ჩართული ფედერაციაში. ის ძირითადად მოედნის გარეშე დარჩენილ ბეისბოლისტებს ბოლო პერიოდში მოედნის ქირაობაში ეხმარება და დაპირდა, რომ მომავალში თუ კი სახელმწიფო მიწას გამოუყოფს და ყველაფერი კარგად განვითარდება, ის სტადიონსაც აუშენებს. და ამ წუთას ისრაელის მოქალაქე ეს ადამიანი აქ ახორციელებს პროექტებს, ჩვენი თანადგომა უკვე სპონსორებიც მოიძია და გვირდება, როგორც თუ რაღაც სახელმწიფოდან თანადგომა იქნება, რაიმე მიწა გამოიყოფა ან რაღაცა სივრცეს გამოგვიყოფენ, რომ რაღაც ინფრასტრუქტურაზე გარკვეული ხარჯები გაიღოს.
ანონიმი ჩვენთან საუბარში ასევე ასახელებს ვინმე მაკო თომაძესაც, რომელიც ბენის კომპანიებს კურირებს და იქ ეიჩარია, ანუ ახალი თანამშრომლების მოყვანა და მათთან გასაუბრება ევალება. რეესტრის ამონაწერში მართლაც ფიქსირდება ბენ გრაუბართან ერთად მაკო თომაძე, რომელთაც დაარსებული აქვს კომპანია ორლაგიუმი. ანონიმი გვეუბნება, რომ სწორედ ერთ-ერთ ასეთ კომპანიაში ერთად მუშაობდნენ გიორგი ლებანიძე და ბენ გრაუბარდის თანამშრომელი მაკო თომაძე. ჩვენ დაუკავშირდით მაკოს, რომელმაც ჯერ უარყო ლებანიძეს თანამშრომლობა, თუმცა მოულოდნელად საკუთარი ინიციატივით დაასახელა კომპანია ორლაგიუმი. თქვენთან არასდროს არ მუშავია? არა, ნამდვილად არა. ჩვენ ჩავწერეთ ადამიანები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ კომპანიაში მუშაობდა გიორგი ლებანიძე. რომ მითხრათ, ვინ არის ეს ხალხი, იმიტომ რომ ნამდვილად ვიცი, რომ არ მუშაობდა ორლაგიუმში. თუმცა ჩვენ მივაკვლიეთ ღია მიმოწერას გიორგი ლებანიძესა და ბენ გრაუბარდის თანამშრომელ მაკო თომაძეს შორის. ვცადეთ თავიდან დაკავშირება რა დროსაც თომაძემ დაადასტურა, რომ დიახ, ისინი ერთად მუშაობდნენ ერთ-ერთ კომპანიაში. თუმცა დღეს ვერ იხსენებს ვერც კომპანიის სახელს და ვერც გიორგი ლებანიძის საქმიანობას. ცა ღია მიმოწერაც ნახეთ სოციალურ ქსელში თქვენსა და გიორგის შორის, სადაც ის წერს, რომ ამ კომპანიიდან წამოვიდა და როგორც ვიცით, ამ კომპანიიდან როდესაც წამოვიდა, თავის კომპანია გახსნა შემდეგ. ეგ არ ვიცი, იმიტომ რომ რეალურად თუ მიმოწერეთ, ანუ ესე იგი ტაიმლაინზე ან კომენტარებში, მაგის იქით დიდი კომუნიკაცია ჩვენ არ გქონია, ანუ ახლო მეგობრები ნამდვილად არ ვიყავით. თქვენ საიდან იცნობთ გიორგი ლებანიძეს? ძალიან დიდი ხნის წინ გავიცანი ერთ-ერთ სამსხურში, სადაც ცოტა ხანი მუშაობდი და ეგ იყო. რა კომპანია იყო, შეგიძლიათ გითხრათ? არ მახსოვს, სიმართლე ივლისი. კომპანიაში მუშაობდით? არ მახსოვს. დაკავებულების სასამართლო პროცესი უახლოეს დღეებში გაგრძელდება, ისევე როგორც ჩვენი გამოძიება და ეს მხოლოდ ეპიზოდია იმ დიდი სქემის, თუ როგორ ხდება ეგრეთ წოდებული ფიშინგით, კოლ-ცენტრების მეშვეობით, დიდი თანხების, ბარათებიდან თაღლითურად დაუფლება. სქემა ძალიან ჩახლართულია, როგორც ხედავთ, მაგრამ გასაკვირია არც არის საქმე მილიონებს ეხება, მოპარულ მილიონებს. თანაც ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ, ეს არ არის ყველაფერი, ჩვენ გვაქვს სხვა ინფორმაციებით, სხვა ობიექტებთან დაკავშირებით და სხვა პიროვნებებთან დაკავშირებით და მომდევნო გადაცემებში ვაპირებთ აუცილებლად გავყვეთ ამ თემას. ლოგიკურად დავით აბრამიშვილი გააგრძელებს გამოძიებებს ამ მიმართულებით. ახლა კი გადავიდეთ იმ თემაზე, რომელიც დღევანდელ დღესთან პირველ რიგში ასოცირდება, ეს არის 20 ივნისი. პარლამენტის წინ ისევ 20 ივნისის აქცია გაიმართა, შეკრებილი ადამიანების მოთხოვნები 2 წლის თავზე დიდად არ შეცვლილა. ისინი ისევ რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ, 20 ივნისის მოვლენების დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდნენ და ის რაც წინა წლებში არ ყოფილა და ახლა დაემატა, ეს არის ამნისტიის კანონპროექტის გაპროტესტება. პარალელურად დაზარალებულებს სარჩელი აქვთ შეტანილი სტრასბურგის სასამართლოში. მაგრამ კარგავს თუ არა აზრს ეს სარჩელი მას შემდეგ, რაც პარლამენტი ამნისტიის კანონს დაამტკიცებს. ამას ლაშა კვესელაძე გვეტყვის ახლა, რომელიც პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ლაშა, საღამომშვიდობის. ლაშა, ამნისტიის კანონი ამიტომაც იწვევს დაზარალებულებში ასეთ უკმაყოფილებას, რომ ის შეეხება ყველას და 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ვეღარავინ დაისჯება. ამ შემთხვევაში სტრასბურგმა რომც დააკმაყოფილოს სარჩელი, გამოდის, რომ მაინც არავისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო განიხილავს საერთოდ ამ საქმეს თუ არა. ანუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს განხილვამ, თუ მაინც ვერავინ დაისჯება. სტრასბურგის სასამართლოში საქმის განხილვა აზრს არ კარგავს, ამას ჩვენ გვეუბნებიან იურისტები, რომლებიც წარმოადგენენ დაზარალებულებს და არც შეწყდება თუ ამას თავად დაზარალებულები წერილობით არ მოითხოვენ, მათ რამდენიმე რამის დადგენა სურთ, ეს არის რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით იმ ღამით ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევას, არა ადამიანურ მოპყრობას, რომ შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება და აინტერესებთ გაირკვეს, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობდა გამოძიება. ორივე ორგანიზაციის სარჩელი უკვე მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და არსებითი განხილვის სტადიაზეა. საქართველოს სახელმწიფოსთვის გამოგზავნილი აქვს კითხვები და მიმდინარეობს საქმის მასალების გადაცემა. ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება შეიქმნას ამ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, ის არის, რომ ამნისტიის კანონი შეეხება იმ პირებს, რომლებიც იქნებიან დამნაშავეებად ცნობილნი, თუმცა ვერ მოხდება მათი დასჯა.
სტრასბურგში მიმდინარე საქმეზე ეს ვერ აისახება, იმიტომ სტრასბურგის სასამართლომ უნდა დაადგინოს უშუალოდ არის თუ არა დარღვევა. სტრასბურგის სასამართლო არ არის მეოთხე ინსტანცია. ის არ ასახელებს ვინმე პირის ბრალეულობას, ან ვინმე პირს წაუყენოს ბრალი. სტრასბურგის სასამართლო წარდგენილი მუხლებით უნდა დაადგინოს, იყო თუ არა არასათანადო მოპყრობა და არადამიანური მოპყრობა პოლიციის მხრიდან, როდესაც მოხდა მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, დაირღვა თუ არა გამოხატვის თავისუფლება. აი ეს ძირითადი ის უნდა დაარღვეს ამ შემთხვევაში და სტრასბურგის მიერ დაწესებული თუ დაადგინა დარღვევა და დაუწესა სახელმწიფოს თქვა თანხის გადახდა, ვალდებულია სახელმწიფომ გადაიხადოს, მაგრამ უკვე შიდა სახელმწიფოებრივ დონეზე ჩვენ რა თქმა უნდა ამინისტიის მიღების შემთხვევაში ჩვენ გაგვიჭირდება და მოკლებული ვარ შესაძლებლობა სასამართლოს მიმართოთ უკვე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ვინაიდან ამინისტირებულია და ვის მოთხოვთ მაშინ? ამნისტიის შესახებ კანონის მიღება ხელს არ შეუშლის კომპენსაციის გადახდას, სახელმწიფო მაინც ვალდებული იქნება რომ გადაუხადოს სტრასბურგში საქმის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში მომჩივნებს კომპენსაცია, თუმცა ხელს შეუძლის ეფექტიანი გამოძიების წარმოებას და დამნაშავეების დასჯას. კერძოდ იმ შემთხვევებში, სადაც უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი კონკრეტული პირების მიმართ შეიძლება ამაზე გამოძიება შეწყვიტონ, ვინაიდან ამნისტიის შესახებ კანონი იყო მიღებული და მიუხედავად იმისა, დადგინდება თუ არა კონკრეტული დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, მისი დასჯა შეუძლებელი იქნება უკვე. სხვა შანსი რჩება ის, რომ გადაკვალიფიცირდეს საქმე 154 პრიმა და ტერცია მუხლებით, ანუ წამებით ან არაადამიანური მოპყრობით. როგორც ხედავთ, საიასი იურისტი ამბობს, რომ ერთ-ერთი შანსი ამნისტიის კანონის მიღების შემთხვევაში, რომ დამნაშავე პირები დაისახადონ, რჩება ის, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს ისეთ მუხლზე, რომელსაც არ შეეხება ამნისტია, თუმცა ამის მოლოდინი გამოძიების ორგანოებიდან ნაკლებად აქვთ და კიდევ ერთი სარგებელი, გარდა იმ კომპენსაციის მიღებისა, რომელზეც იურისტები საუბრობდნენ, იქნება ის, რომ საზოგადოება და დაზარალებულები მათ შორის მოიპოვებენ წვდომა საქმის მასალებზე. აქამდე შეუძლებელი იყო, მათ არაერთხელ მიმართეს გამოძიების ორგანოებს, რომ ენახათ, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რამდენად ეფექტურია ის, თუმცა ყოველთვის უარს იღებდნენ. ამ შემთხვევაში უკვე საქართველოს სახელმწიფო ვალდებული იქნება საქმის მთლიანი მასალები გადაუგზავნოს სტრასბურგს და სტრასბურგის მეშვეობით უკვე მოიპოვებენ მთლიან საქმის მასალებს დაზარალებულები. დიდი მადლობა ლაშა, მე იმედს ვიტოვებ, რომ დაზარალებულები იპოვიან სამართალს. მადლობა ლაშა, ლაშა კვესელაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. გადავდივარ ადამიანთან, რომლის ისტორიაც და ცხოვრებაც ძალიან მჭიდროდ დაუკავშირდა განსაკუთრებით ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში 20 ივნისს. შეხვედრა ადამიანებთან, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს და იბრძოლეს მისი თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის. ნიკა მელია ამერიკელ სენატორებს და კონგრესმენებს შეხვდა. დიდი ხანია, რაც ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელებს ასეთი ვიზიტი შეერთებულ შტატებში აღარ ჰქონიათ. პარტიის ახალ თავმჯდომარეს დატვირთული გრაფიკი აქვს იმდენად, რომ ზოგჯერ ჩვენი ჟურნალისტისთვის ინტერვიუს მიცემის თაბიც აღარ აქვს, მაგრამ ანა ასათიანის თავიდან მოცილება ასე მარტივი არ არის, ამიტომაც გავუშვით ჩვენ ამერიკაში ანა. ვერც ნიკა გადაურჩა მის მიკროფონს და კამერას. ვისთან გამართა შეხვედრები მელიამ და რა შედეგით ბრუნდება საქართველოში? ნახეთ ანა ასათიანის სიუჟეტი პირდაპირ შეერთებული შტატებიდან. მახსოვს ბავშვობაში 88 მამას მეგობარმა, რომელსაც თავის დროზე დააღწია თავის საჭიროთა კავშირის შვილთან ერთად, ფოტო გადაიღო თეთრ საფთან და გამოვაგზავნა საახალწლო მოლოცვის ბარათთან ერთად და ჩემთვის ეს მომენტი დასამახსოვრებელი გახდა და დღესაც მახსოვს, ვინაიდან იმ დროისთვის პრაქტიკულად ეს რეალობა მიუწვდომელი ჩანდა საბჭოთა ბავშვებისთვის. 8 წლის ასაკში ვერ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ არათუ უბრალოდ თავისი თვალით ნახავდა თეთრ სახლს, არამედ მსოფლიო პოლიტიკის დედაქალაქში, როგორც საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ჩამოვიდოდა და შეხვედრებს ამერიკელ პოლიტიკოსებთან გამართავდა. კაპიტოლიუმის სტუმრებისთვის სულ ახლახანს გაიხსნა. ნიკა მელიას დელეგაცია და მთავარი არხის გადამღები ჯგუფი COVID შეზღუდვების შემდეგ ამ შენობაში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც გავლენიან კონგრესმენებთან და სენატორებთან შესახვედრად შევიდა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი პარტიის წევრებთან, ნონა მამულაშვილთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად წარმომადგენელთა პალატაში დეივიდ პრაისს შეხვდა. გავლენიანი პოლიტიკოსი კონგრესის პარტნიორობა საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ფორმატის თავმჯდომარეა. ნიკა მელიამ მას ნაციონალური მოძრაობის ხედვებსა და გეგმებზე ესაუბრა.
შეერთებული შტატების კონგრესსა და სენატში კონსენსუსი ნიკა მელიასთან დაკავშირებით მისი დაჭერისთანავე შედგა. მის ციხიდან გამოშვებას აქ ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა. შეხვედრები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროს კრის სოჩასთან, სენატორ ჯიმ რიშთან, როჯერ ვიკერთან და რონ ჯონსონთან გაიმართა. ეს რესპუბლიკელი სენატორი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო მარტის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე, სადაც ითქვა, რომ ყოველი დღე, რომელსაც ნიკა მელია ციხეში ატარებს, რუსეთის გამარჯვებაა. ციხიდან გამოსულმა პარტიის ლიდერმა ჯერ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაიხადა და შემდეგ ამერიკელ კანონმდებლებს ქვეყანაში მიმდინარე ვითარება დეტალურად გააცნო. ჩემთვის ემოციურიც იყო მათთან შეხვედრა, პიროვნულად ვინაიდან ამ ადამიანების მეცადინეობით და დამსახურებით ვარ მე დღეს იქ სადაც ვარ. სენატორმა ვიკერმა მაგალითად შეხვედრის მიმდინარეობისას დაავალა საკუთარი ოფისის წარმომადგენლებს, რომ ოქტომბერში არჩევნების მიმდინარეობისას ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, ვინაიდან მოულოდნელი იყო, რომ უცბად ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო სენატორმა ადგილზე, სანამ მე ვიყავი მასთან ოფისში. ისეთი ატმოსფეროა ვაშინგტონში, რომ გარდა ოფიციალური შეხვედრებისა სურვილი გიჩნდება, რომ ივარჯიშო. იმიტომ შენს გარშემო ხალხი არის ყოველ ფეხის ნაბიჯი, ვინც ან დარბის, ან ცეკვავს, ან სხვადასხვა სახის ვარჯიშებით არის დაკავებული და ნიკა მელია ამერიკელმა კოლეგებმა მათთვის საყვარელ ბეისბოლის მატჩზეც დაპატიჟეს. ამერიკული ჰოთ-დოგიც დააგემოვნა და ნაციონალებს პირდაპირ გაგებით იქაც უგულშემატკივრა. ბეისბოლის ადგილობრივი გუნდი ნაციონალები პირატებს ეთამაშებოდა. ამ თამაშში ნაცებმა მოიგეს. მოგებამდე რთული გზა აქვს გასავლელი. შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და უშიშროების წარმომადგენლებთან გამართა და მათგან კიდევ ერთხელ მოისმინა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციისათვის. ჯეიმსთაუნის ფონდში, რომელიც 84 წელს საბჭოთა დისიდენტების მხარდასაჭერად შეიქმნა, ციხიდან გამოსულ ნაციონალური პარტიის ლიდერს, პრეზიდენტმა გლენ ჰოუარდმა შეხვედრისთანავე უთხრა, რომ მასზე და მის დადებით რეპუტაციაზე ბევრი ჰქონდა გაგონილი, რომ სწორედ ნიკა მელიას მსგავსი პოლიტიკოსები არიან საქართველოს ნათელი მომავლის გარანტორები. მასთან შეხვედრამ ჩემზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. ციხეში ყოფნის დრო მან საქართველოს მომავალზე ფიქრში გამოიყენა. ახლა საქართველოში რთული მდგომარეობაა, სახელმწიფო დაპყრობილია და მას მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია აკონტროლებს. ნიკა საქართველოს მომავალს წარმოადგენს. მე ვფიქრობ, რომ ის და მისი მსგავსი პოლიტიკოსები არიან ძლიერი დემოკრატიის და ევროატლანტიკური ორიენტაციის გარანტორები. ჯეიმსთაუნის ფონდის მსგავსი ამერიკული ორგანიზაციები და მათი ლიდერები ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ. ნიკა მელიამ შეხვედრები ათობით ასეთ ორგანიზაციაში, მათ შორის ატლანტიკურ საბჭოში გამართა. შეხვედრა საქართველოს ისეთი დიდი გულშემატკივრები ესწრებოდნენ, როგორებიც არიან დენიელ ფრიდი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი და სხვა მაღალი რანგის დიპლომატები, რომლებიც ბოლო თვეებში საქართველოში განვითარებულ კრიზისში აქტიურად იყვნენ ჩართულები. რომ არა ის კრიტიკის ზვავი, რომელიც მათ ნიკა მელიას უკანონოდ დაპატიმრების გამო ქართულ ოცნებას თავს დაატეხეს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ახლა მათთან შეხვედრის ნაცვლად ისევ ციხეში იჯდებოდა.
საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაიგოს, რომ ისინი ერთიანი პოლიტიკური სისტემის ნაწილი არიან და რომ პოლიტიკურ ოპონენტებს პატივი უნდა სცენ. ცხადია, რომ ნიკა მელია ციხეში არ უნდა ჩაესვათ. ნიკა ახლა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეა და ჩვენ მისი მოსაზრებების მოსმენა ძალიან გვაინტერესებდა. აქამდე მას პირადად არ შევხედრივა. რა თქმა უნდა, ვიცოდი ის, რომ ის დაპატიმრებული და დამწყვდეული იყო. მან ძალიან კონსტრუქციული და დემოკრატიული დღის წესრიგი გაგვაცნო. ძალიან კარგია, რომ ვაშინგტონში ჩამოდის ისეთი ოპოზიციური ლიდერი, როგორც ოპოზიციურ დემოკრატიას ეკადრება დემოკრატიული პრობლემების მქონე ქვეყნიდან. ეს ძალიან კარგია. COVID შეზღუდვების გამო გავლენიან ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრები არაფორმალურ გარემოშიც გაიმართა. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში ნიკა მელიასთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მთავარი ოპონენტის ციხეში ჩასმით საქართველოს დემოკრატიამ უკან დაიხია. ნიკაზე ბევრი რამ წამიკითხავს, ერთმანეთს აქამდე პირისპირ არ შევხვედრივართ. საქართველოს მომავალზე ვრცლად ვისაუბრეთ, ძალიან კარგად ამიხსნა თუ რა სიტუაციაა ახლა საქართველოში. ვაშინგტონში კონსენსუსია, კონგრესმენები, სენატორები და საქართველოს მეგობრები ერთხმად თანხმდებიან, რომ პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმა დემოკრატიის მშენებლობის პროცესში ნამდვილად არ იყოს სწორი. დატვირთული კვირის ბოლოს გვიყვება, რომ წარმოადგენდა მის პარტიას, მთელს ოპოზიციას, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ეცადა ყოფილიყო ქვეყნის წარმომადგენელი. შეხვედრებზე აქცენტებს არა ვიწრო პარტიულ, არამედ საქართველოს ინტერესებზე აკეთებდა. ოცნებობდით თქვენთან შეხვედრას, ახლა ვართ უკვე ერთი თვეა. ლინკოლნის მემორიალის ცნობილ კიბეებზე ინტერვიუს ნიკა მელიასთან მისი ზუგდიდელი თაყვანისმცემლები გვაწყვეტინებენ. ზუგდიდიდან ხარ? კი, ზუგდიდიდან. რა გვარგზანდები? გვილავა ვარ. ძალიან სასიამოვნოა, გამიხარდა. ესე ლევანის გვერდით ცხოვრობ. გონჯარია, ბეჭვაია? ძალიან სასიამოვნო. გულშემატკივრებს პირდება, რომ შემდეგ ვიზიტზე ამერიკაში უკვე ახალი მთავრობა ჩამოვა. ამ გადმოსახედიდან ქართული პოლიტიკაც და ოპოზიციის ერთობაც სხვა ჭრილში დაინახა. კიდევ უფრო დასანანი არის ჩემთვის იცოდე, რომ ოპოზიციურ პლატფორმაზე ვიღაცას ეკამათება და ეკიშება. ოპოზიციაში დემოკრატიულ ძალებს შორის კამათი მაშინ, როდესაც უდიდესი გამოწვევა გვაქვს პუტინის ფედერაციის მხრიდან რა გვაჭუბებს, რა გვაკამათებს საჯაროდ, სანამ განეიტრალებული არ არის ეგზისტენციალური საფრთხე. არავის არ უნდა გქონდეს ჩვენ წარმოდგენა ქვეყანაში, რომ დემოკრატია არის ფიქსირებული სისტემა. დემოკრატია არ არის ფიქსირებული სისტემა, დემოკრატია არის პროცესი და აი ამ ქვეყანაშიც კი, სადაც სავანე არის დემოკრატიის, სადაც ბეღელია დემოკრატიის, არაფერი არ არის მუდმივი და ფიქსირებული. ყოველი დღე ეძღვნება დემოკრატიული ფასეულობების და ღირებულებების გამტკიცებას. და ეხლა წარმოიდგინეთ რა ამხელა შრომა გვაქვს ჩვენ გასაწევი საქართველოში, ხომ? კიდევ უფრო მეტი უნდა მოვინდომოთ, ვიდრე ვინდომებდით. და მე მჯერა რომ მივახცეთ საწადელს და ვიცხოვრებთ თავისუფალ ქვეყანაში.